როცა თქვენ შვილს ოდნავ მაინც თავი წამოს ტკივდება, დარწმუნებული ვარ, ადგილს ვეღარ პოულობთ. მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ისეთი პატარა, რომელსაც თავის ტკივილზე გაცილებით მძიმე დაავადება აწუხებს. დიაბეტი, ლეიკემია, ცერებრალური დამბლა და კიდევ ბევრი სხვა საინც შეპყრობილი პატარები მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ ერთად შეკრიბა, გვერდით ჯანმრთელი ბავშვები დაუყენა და არტ თერაპიას მიმართა. ამ 10 წლის განმავლობაში სტუდია Art Hall, ანუ ხელოვნების დარბაზი 4 სხვადასხვა შენობიდან გააძევეს. ამიტომაც სხვადასხვა წრეში დაკავებული 150-200 მოზარდიდან გოგამ მხოლოდ უფროსების ჯგუფის დატოვება შეძლო. მათ თეატრისა და ერთმანეთის სიყვარული ასწავლა და ვაკის თეატრალური სარდაფის მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლი ჰელადოსი დადგა. მისი პრემიერა შემდეგ კვირაში თეატრალურ სარდაფსა და რუსთაველის თეატრში იგეგმება. ეს დიდი სცენიდან წასული და მხოლოდ ბავშვების არტ-თერაპიით დაკავებული მსახიობის ბოლო ძალისხმევა. გოგა პიპინაშვილს სურს ამ სპექტაკლით საზოგადოებამ გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ასეთი სტუდია. მას უნდა გააკეთოს ცენტრი, სადაც იქნება ხელოვნების სხვადასხვა წრე და სადაც ამ ბავშვების შემდგომ დასაქმებაზეც იზრუნებენ. დროების ჟურნალისტი ლიზი ვაჩნაძე ადევნებდა თვალს თუ როგორ ებრძვიან პატარები დაავადებებს სცენაზე. სილა ისე უნდა გააწნას, რომ დარბაზის ბოლო რიგშიც ეტკინოთ. ამაზე ანუ ყველაფერზე რაც ხდება სცენაზე და მის მიღმა პასუხისმგებელი გოგა მასწია. აბა რა მიხარ სცენაზე? რატო? არ არის შენი იგი? მე? აუ. მადლობთ. შეღავათისათვის. შეღავათი გაზაფხულმა არ იცის. სიყვარულის საწინააღმდეგო ვაქცინა გოგა მასწ არა აქვს. რაღაცა დაბოღმილები ხარ და ვერ ვიგებთო რა ხდება. შენს გჭირს, იმასაც ჭირს, რა ხდება ვერ ვიგებ. მე ჩავარ შეყვარებული. ლექს რა წერიოს გასკიდეს. კიდე ვინ არის შეყვარებული ხელი აიწიოს. შენ ახალ შეყვარებული. ვიზე. დათუნა თეატრზეც შეყვარებულია. ახლა ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი აქვს. პრემიერა რუსთაველის თეატრში. რეპეტიციებზე მისვლა-მოსვლა დამოუკიდებლად შეუძლია. ფეხზე ოპერაციის შემდეგ. აი რეპეტიცია ქონდა. გოგა ხوار გააბრაზა. ცოტა. გააბრაზეთ. ეს როლი თუ გადაწერა. სახლში ყოველთვის დედა ელოდება. შვილის ჯანმრთელობის გამო მარინასთვის სამსახურში გასვლა შეუძლებელი იყო. ასე გაჩნდა კვირკველიძეების მარჩენალი საკერავი მანქანა. ერთოთახიანი პაწაწინა სივრცე დედაშვილის ბინაა. ეს საცხოვრებელი უსახსროდ დარჩენილ ოჯახს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა გამოუყო. მარინასთვის მთავარია შვილს არაადეკვატურობის კომპლექსი და იზოლაციის განცდა არ ჰქონდეს. ყველაფერი სწორედ ამ არასასურველი სცენარით ვითარდებოდა, ვიდრე დათუნა სტუდია Art Hall-ში მოხვდა. თუ რასაც ვაკეთებთ ბავშვები და გოგა მასწავლებელი რასაც აკეთებს, ეს არის საოცარი რა. და ყოველთვის მიხარია ის, რომ მე ყოველ წამს რო დგები და მივდივარ გოგასთან, მიხარია ბავშვებს რო ხვდები, მიხარია მასწავლებელს რო ხვდები და ჩემს საქმეს ვაკეთებ. პრობლემა საერთოდ ყველანაირი ქონდა სკოლაში მიღების და სწავლის და ყველანაირად სტუდიის გახსნის დღიდან იქ ვარ. პატარა იყო ძალიან დათუნა რომ მივიყვანეთ. და იმ დღიდან აი როგორც შვილი ისე ყავს გოგას რა მიღებული და ყველანაირად ხელს უწყობს. ჯერ კომპლექსი მოეხსნა პირველ რიგში ბავშვს. არანაირი ის არა აქვს რომ აი შეზღუდული შესაძლებლობები აქვს თუ რაც აქვს. მე ვერ გავიგე რა. თუ რომელიმე თქვენგანს არ უნდა ამის კეთება მითხარით კაცო, წრარად ძვიძმა კაცოც, მაგრამ ამ სცენაზე ნუ გამოხვალ ისე, თუ არ გინდა მამა, თუ გული არ გისყდება, ნუ გამოხვალ ისე. არ არის საჭირო ამის კეთება. აბა დედაтай ფიცეცრა. დედაтай ფიცეცრა. და მამა ხენი. მოკვდეს სცენაზე, ოღონდ 100 წლის შემდეგ. ასეთია ნამდვილი არტისტის კრედო, პრინციპი, რომელსაც გოგა პიპინაშვილი არ ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ემიგრანტების პერსონაჟივით სცენიდან 3 წლიან ემიგრაციაში აღმოჩნდა. ნაგდია რა, ჩემს სახში როიცხოვრებ, ჩემი ხელით აშენებულ სახში. ხომ
შესაკუთრებ სამს გავმოვა. მაგებ მაინც გადაგიყრი თუ ქალი ვარ. ჩქარა. აი ამას ხელი დაედება და ვიღაცას წითელი ეენთება. გენდმედგი გუნდილი. მშობლიური თუმანიშვილიდან საკუთარი ინიციატივით წამოვიდა და წითელი მაშინა ეენთო. ასეთი პროფესიონალისტვის დღეს რატომღაც ადგილი ქართულ ანტერპრიზაში არ მოიძებნა. დენი მოდის, გადი მიდის, გადი მოდის, ხალი მიდის, ეს არის, რატო? ეს იმიტომ რომ ეგ ჩვენი ხალხი პატარაობიდან სულ ჰამტანი რამე გაიძარდოს, კაცო, ეს არის, მიუხედავად იმისა, რომ სცენა თეატრებში მუდმივად დაკავებულია, ხირებული სპექტაკლები ნაკლებად იდგმება. დროებით ჩრდილში ყოფნა შესაძლებელია გარკვეული სტრატეგიაა. მაინც ეგრეებს მომბრალებ ახლა შენ აღარ გიშვები, მაგით არ შემიძლია თუ რა? შემიძლია ჯიგარ, ეს ზინა შემიძლია. თუ შეიძლება რაღაც საქმე მაქვს გვერდთან და ჩამოდი ამასთან რომ მოხვალ პირდაპირ დაარტყი. ენერგია და ძიების სურვილი მოსვენებას არ აძლევს. მსახიობის გარდა კარგი პედაგოგიცაა. გარკვეულ ეტაპზე ხვდება, რომ ართხოვლის სიყვარულის, ერთიანობისა და ერთმანეთზე ზრუნვის კერა უნდა იყოს. ამიტომაც ხელოვნების დარბაზში სხვებთან ერთად ბავშვები ჯანმრთელობის პრობლემებით აღყავს. ზოგს დიაბეტი, ზოგს ლეიკემია, ზოგს კი ცერებრალური დამბლის ნიშნები აქვს. მაყურებელი ვერაფერს ამჩნევს. ეს გოგას თეატრის მაგიაა. ეს პატარები არის ამ ქვეყნის შვილები. თქვენ, მე, ჩვენ, თითოეული ჩვენგანი თუ ძალიან დიდ სიყვარულს არ მივცემთ ამათ და უფრო მეტ დროს არ დაუთმევთ ბავშვებს, მე ვიცი რომ ძალიან ცუდი ამბები და შედეგი დადგება. ჯერ არ თქვა თორე მაგ გახელვაყუჩებს. ბიჭო, ჩვენ კი არა მთელი კლასი ლაპარაკობ. ხო. ფსიქოლოგიური ზღუდის გადასალახად, ან და სულაც სცენის ჭიის მოსაკლავად სპექტაკლში მონაწილეობა საუკეთესო წამალია. თუმცა ვინ იცის, შეიძლება დღეს აქ მომავალი სცენის მეფეც დგას. ემოცია რაც მოდის რა ყოველი ეპიზოდის შემდეგ, მაგი თუ კარგად ვაკეთებ თողოთ ემოცია მოდის და კიდე ვერთიანდებით აქ და სხვა გარემოა ვიდრე ქუჩაში ან უბანში ან სახლში ან სხვანაირი გარემოა აქ. მე ჩემთან ნამდვილად ვერ შევაფასებ ეს რო ვითამაშე სპექტაკლს მაყურებელმა გადაწყვიტოს, მაგრამ რო ხვდები რომ რაღაცა გამომდის და მამა ჩემთან როდესაც არ არის კმაყოფილი, მაგრამ ყველა ლელამასი როცა კმაყოფილია, სანდრომასი როცა რაღაცას ხედავს ჩემში და კმაყოფილია, რა თქმა უნდა როგორც ყველა ძალიან სიამოვნო. აი აქ გამოვა ხე, ესე აი ბეტონში და აი კლდეში რო ხე ამოდის ხოლმე რა. ირეალური გარემოს შესაქმნელად ვაკის თეატრალურ სტარტაპში მუშაობა დღე და ღამე მიდის. ნებისმიერი მეტამორფოზა შესაძლებელია. ბამბის, მარლისა და ვინ იცის კიდევ რამასალისგან ბეტონის კედელი კეთდება. ნოდარ დუმბაძის მოთხრობების გმირები სპეციალურად ლონდონიდან ჩამოტანილ რირ ეკრანზეც გაცოცხლდება. აი, გადაწიე თავი. აქეთ არა, პირიქით თავი. სპექტაკლისთვის მზადება ართხოველებმა ჯერ კიდევ წინა ზაფხულში დაიწყეს. სარფში დასვენება შემოქმედებით წვას შეუხამეს და თეატრალურ წარმოდგენას ვიდეო არქივი მოარგეს. მაშინ ჯერ არ იცოდნენ, რომ პრემიერა რუსთაველში ელოდათ. სცენის მიღმა თამაშს ბავშვებს ვერ გამოაპარებ. თუ გინდა მიგიღონ მათსავით გულწრფელი უნდა იყო, პატივსცემდე და პიროვნებად მიგაჩნდეს. მხოლოდ მაშინ მათი გულები იხსნება და ერთად ბევრი საოცრების მოხდენა შეიძლება. ალბათ ამიტომ გოგას მოსწავლეებს სკოლაზე თუ ნებისმიერ სხვა წრეზე მეტად ართხოვლი უყვართ. იქ პიროვნებას გაყალიბებენ როგორც პიროვნებას და გაქვს სრული უფლება როგორც დიდს ისე გექცევიან, არ გექცევიან ისე როგორც მაგალითად ბავშვს სკოლაში გეტყვიან, რომ ბავშვი ხარ და რაღაცის უფლება არ გაქვს. გაქვს ყველაფრის უფლება. ასეთი ყოფნა და არ ყვარდა ერთ და იგივეა. ყოფნა არ საკითხავია ეს არის. ვარ მასწავლებელი. ისინი ისეთი კულტურები არიან. აი როგორ გითხრა, როცა რაღაცას თამაშობენ, ისინი იმდენად შიგნით არიან, ისე განიცდიან, რომ პირდაპირ მე მაგდგან სწავლობ კიდეც რაღაცებს. თავისთავად, ჩემთან უნებურად ალბათ სწავლობ, იმიტომ რომ რაღაცა ამას უნდა მიაღწიო, რომ აი ესე მართლა ითამაშო რაღაცა და ესენი თავისთავად ამას აკეთებენ.
აუ რა ამბავია მე, მაგრამ მწარე გამოცდილება მასწავლა, რომ შესაძლებელია ყველაფერი კიდევ საჭირო გახდეს. სტუდიის რეკვიზიტის ნაწილი გოგას სახლის სარდაფშია. მაგი და სკამები თუ რელიქვიური მარმარილო იტალიიდან. აი ეს ხვა, ეს არის ჩემთვის ძალიან ესეთი რა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს ხვა ათვიეს ამ ბავშვებმა იტალიაში ვიყავით ჩვენ ფესტივალზე და იქ სანაპიროზე იპოვეს, აუ გოგამას რა ლამაზი ხვა და ვიდრე თეატრალური სარდაფი დროებით შეიკედლებდა, სცენად გოგას მისაღებ ოთახს იყენებდნენ. 10 წლის განმავლობაში ართხოვს 4 შენობის დატოვება მოუწია. ყველაზე მტკივნეული ბოლო იყო, განდევნა მუსკომედიის თეატრიდან. სტუდიის ტერიტორიაზე დღეს ბუღალტერია და ეგრეთ წოდებული მუზეუმი განთავსდა. როგორც ჩანს, რამდენიმე პლაკატსა თუ ცარიელ თაროებს თეატრის ხელმძღვანელობამ ბავშვებთან შედარებით პრიორიტეტი მიანიჭა. ეს შენობა არტხელს მომთაბარე ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე დაუთმეს, თუმცა 98-ში სახელმწიფოსთვის ბავშვები პრიორიტეტი არ იყო. მაშინ შენობა საკომბანკმა იყიდა. ახლა ყველასთვის ცნობილი დანიური სახლია, სხვათა შორის გვერდზე შენობა ახლაც იყიდება. საინტერესოა, ვინ დაეპატრონება მას. თბილისელი თარიფი და ჩვენი ტომის გამყიდველი და სამშობლოს მოღალატე თუ მომავალ თაობას ერთმანეთის გატანა და სიყვარული არ შეიძლება, მას ვერც ბანკი და ვერც ავეჯის სახლი უშველის. უბედური შემთხვევა ან მძიმე სენი ისე დროს შეიძლება შეგეყაროს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი. გოგა ცდილობს პატარებს და მათ მშობლებს ეს მაშინ გაათავისებინოს, როცა გასაჭირი პირადად მათ არ ეხება. მას კარგად ახსოვს თავისი მასწავლებლის მიხეილ თუმანიშვილის შეგონება. რა აზრი აქვს გამოცდილების დაგროვებას, თუ კი მას არავის გადასცემ. ჩაარჭვე ბარაქიან ნიადაგში შენი ცოდნისა და გამოცდილების სანამყნე კალამი და შეგიძლია ახალ ხეს დაელოდო. მე მიყვარს ჩემი მოწაფეები.